ჯვარცმა, ესე იგი, რომელიც პატრიარქმა უშუალოდ არჩილს გადაცა და იმ ურთულეს მდგომარეობაში, როდესაც იყო არჩილი, მე ავხსენი მდგომარეობა და მეორე შეხვედრის შემდეგ ილია მეორემ დაახვედა არჩილს და არჩის საჩუქრად გადმოცა ეს ძვირფასი ხატი. ხატი ყველა ძვირფასია, ჩემთვის ყველა მნიშვნელოვანია, ყველა ხატი რაღაც გარკვეულ ადგილს იკავებს ჩემს ხატების კუთხეში, იმიტომ რომ ეს ჩვენი პატრიარქის გადმოცემულია და აი ამ ხატის გადმოცემის შემდეგ, ჯვარცმის ამის შემდეგ არჩილის მდგომარეობა საკმაოდ შეიცვალა. შეისწავლა მისი ძმა კაცები. მოდი და იმედ მეც ვაკიცვა. აი აჩიჯერ. გეხოდენ თქვენ. უფლისნების ხდება ჩემი ყველანარი, ჩემი ნაბიჯების გადადგმა, ჩემი მოქმედებები და მაძლებინებს პირველ რიგში უფალი და შემდეგ ჩემი არჩილი ამას. ამ დიდი სიკეთეებს, რასაც ამბობენ, აკეთებო, მე ყველაფერს ვთვლი აჩის დამსახურება. და აჩის დიდი დამსახურება არის, რომელსაც დიდი სიყვარული აქვს ამ ჩემი შუშუმუპირების მიერ და მან შემაძლებინა ყველაფერი, რაც მთელი 20 წლის განმავლობაში ვაკეთე. არჩილი 22 წლის არის, მაგრამ დავიწყე ის ძალა მომცა მან, რომ შეუძლებელი მაკეთებია უფლისნებით, უფალმა. არ მიყვარს ბევრი საუბარი ჩემ თავზე, მაგრამ ეს მინდა რომ ვთქვა და გაიგოს, ვინც მოისმენს ყველა და ჩემმა მთლიანად საქართველომ, რომ როდესაც სახში გვყავს ასეთი პირი, ეს ადამიანები განსხვავებულები არიან, ყველა მიცოდეთ და განსაკუთრებით მე ვიტყვი ჩემ თავზე და რის შემდეგ დავიწყე ასეთი ცხოვრება. პირველი აჩის გამო და შემდეგ აჩი როდესაც ძალიან რთულად მყავდა და ურთულეს მდგომარეობაში, ყველა მიცის რომ ეს შუშუმუპირობის გამო დამიტოვა დედამ და 7 თვიდან მე ვზრდი. ის იყო შუშუმუპირი და ამიტომ მან არ გამიზარდა და მიმიტოვა. მე ვზრდი მას მის შემდეგ ჩემ ძამიკოსთან ერთად და ჩემს უძვირფასეს მარიამთან ერთად და პატრიარქის ჩემი მეუფე კალისტრატეს ლოცვა-კურთხე, ჩვენი ყოფილი განსვენებულის ნათელი და სანთელი ჩვენს პატრიარქ ილია მეორის გვერდით ვზრდიდი ყოველ წელიწადს. ქონდა ჩვენ მასთან დალოცვები, აჩიკოსთან ერთად ვიყავი, ჩემ მარიამთან ერთად, ჩემ ოჯახთან. ეს წლები გრძელდებოდა. ასევე პატრიარქის თვითეული ნაბიჯი, ჩემი ყველაფერი ქველმოქმედების მისი კურთხებით ხდებოდა ყველაფერი, ჩემი მამა იოსები, რომლის ძალას დღესაც მაძლიერებს და მისი დიდი ძალით დავდივარ დღეს. აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ მე მითხრა პატრიარქმა, დღეს აქ თქვენი აქ მოსვლა, ჩემი ნაბიჯების თვითეული გადადგმა, აჩის ყველანაირი კარგი მდგომარეობა, როგორაც ამყავს ურთულეს მდგომარეობაში, პატარა არჩილი 2 წლის იყო პატრიარქთან პირველად რომ მივიყვანე და ჩემი აფორიაქებული ერში მყოფნი ადამიანის მდგომარეობა, იცით როგორი უნდა იყოს და ასეთ მდგომარეობაში მყოფი არჩილი მივიყვანე 2 წლის და მითხრა ტირილით ძალიან გართულებულ მდგომარეობაში და მითხრა შორენა არიტირო შვილო არინერვილო ეს ადამიანი შენ უფალმა გაჩუქა და უფალმა რომ გაჩუქა აგარჩია შენ ის პიროვნება და ამიტომ შენ ძლიერი ხარ ყველას არ მიცემს უფალი ასეთი ადამიანების ზრდის მინდობის უფლებასო და ამის შემდეგ ეგ სიტყვები ავიტაცებ ჩემი ილია მეორეს მას ძალიან უყვარს ლოცვა კურთხევა საათობით როდესაც ლოცულობ არჩილი ჩემთან ერთად ლოცულობს ღამის ლოცვებშიც არჩილი დგება და ის ლოცულობს და ამით მას შუნტი აქვს თავში და ცოცხლოს რომელსაც საციცოცხლო 1% არ ქონდა ექიმების თქმით ეს არის ილია მეორის დამსახურება ყველა და მინდა გითხრათ კიდევ ერთი რაც არის ჩემთვის ყველაზე ძლიერი და მამოძრავებს მამა იოსების სიტყვები ადამიანები შვილო როდესაც კიდევ ურთულეს მდგომარეობაში მამა იოსები ჩემს სახლში მოვიდა და აჩის ურთულეს მდგომარეობას უყურებდა მითხრა ესეთი რაღაც შვილო იცოდე ადამიანები ერში მყოფი ხალხი და ჩვენ ყველანი ვიყურებით წინ უკან მარჯვნივ მარცხნივ შენ შვილო იყურები ვერტიკალურად და მე ამის მნიშვნელობა იმ წუთში ვერ გავიგე გარდა ტირილითა და უთხარი რას ნიშნავს მამაო ეს თქო და
ეს იმას ნიშნავს, რომ ზემოთ უფალს ესაუბრები და შემდეგ ამ ბავშვებთან ხარ და ამ ბავშვებს ზულიო. აი ამ შინარსი ეს არის შენგან და მის შემდეგ მოვდივარ მთელი ძალით, მთელი შემართებით ჩემ აჩიკოსთან ერთად და ვაკეთებ ამ დიდ ქველმოქმედებებს, რასაც ქველმოქმედება კი არ ქვია, აჩისადმი გაკეთებული დიდი მადლი, რომ აჩიზე წინ ხვდება ყველაფერი ჩემს მიერ გაკეთებული და რომ არა ჩემს გვერდით კახი კალაძე, მე ამ ნაბიჯებს ვერ გადავდგამდი, ვერ შევძლებდი, მისი ძალით, მისი შემართებით არის ჩემი ეს ყველაფერი წარმატება. პირველ რიგში უფლისნებით. უფალმა დაგლოცოს ყოლა და კარგი დღეები მოგცეთ. ადგილი, საიდანაც შემიძლია თავისუფალი საუბარი, ყოველგვარი ყოველთვის გარეშე და ჩემთვის ძვირფასი კუთხე და იმისათვის არის ჩემთვის ძვირფასი, რომ ამ კუთხესთან, ამ ჩემ ხატებთან მლოცველი იყო და დადიოდა ქუთაისის ეპარქიის თითქმის ყველა მამაო ჩემს ოჯახში ნამყოფია გაენათის ეპარქიის ჩემთვის უსაყვარლესი, უძვირფასესი მეუფე კალისტრატე და ასევე აცგანსვენებული კიდევ ჩემი მამა იოსები, რომლის ჩემი დიდი ძალა, ჩემი მლოცველი და მისი ლოცვით და ძალით დღეს კიდევ ვიცი რომ ბევრ რამეს გავაკეთებ და გავძლიერდები. ასევე ყველა ის მამაოები, რომლებიც ჩემთან მოდიოდნენ, დღესასწაულები იყო, გალობლები, თითქმის ყველა სადღესასწაულო დღეებს ჩემს ოჯახში ვატარებით ერთობლივად და პანდემიის შემდეგ ცოტა ხნით შევჩერდით აჩინოს ამ ვირუსების გამო და გვინდოდა რომ კიდე გავაგრძელებთ იმ მადლიან საქმეებს, რასაც ვაკეთებდი ეპარქიასთან მიმართებაში, შეძლების დაგვარად უფლისნებით. მთელი ჩემი შეგნებული სამედიცინო მოღვაწეობა მე მეუძღვენი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების რეაბილიტაციას. ძალიან მნიშვნელოვანი და საშური საქმე კეთდება ზოგადად ჩვენს ქვეყანაში და მე მინდა სიამაყით თქვა, რომ ის დამოკიდებულება, რაც ჩვენი ქვეყნის მთავრობას გააჩნია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების რეაბილიტაციას მიმართულებით, ძალიან მისასალმებელია და ბევრი ევროპის ქვეყანა ვერ დაიკვეხნის იმ ისეთ საქმეებს, როგორსაც აკეთებს და როგორსაც აფინანსებს ჩვენი ქვეყნის მთავრობა. ძალიან მისასალმებელია ასევე ის სიტუაცია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი აქტიურად არის ჩართული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში და ერთ-ერთი მათგანი ეს არის ქალბატონი შორენ ამაღლობელი, რომელიც წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა და გვერდით ედგა ჩვენს ორგანიზაციას და ჩვენი ორგანიზაციის სერვისებით მოსარგებლე ბენეფიციარებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქალბატონი შორენა თავისი სატრანსპორტო კომპანიით აბსოლუტურად უსასყიდლოდ წლების განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენ ბენეფიციარების ტრანსპორტირებას ქალაქის ფარგლებში, რაც ძალიან დასაფასებელია და მისასალმებელია და სამაგალითოა სხვა მსგავსი ტიპის ადამიანებისთვის, ბიზნესმენებისთვის, რომლებიც ქალაქში მოღვაწეობენ. შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს მომავლის დიდი იმედი და რწმენა. ჩემი ვახუბაძე, რომელიც არის ამ ქალაქიდან, მისი ფესვები, მისი წინაპრები სამტრედიელები არიან და
მე მინდა რომ ამ ხალხმა გაიგოს რომ სიკეთის კეთებას ბევრი რაიმე შეუძლია ჩვენი მხარდაჭერა ჩვენი გვერდიდგომი ძალიან ბევრს კიდე მიაღწევენ ის ადამიანები რომელსაც აქვთ ძალა ენერგია შრომის შექმნის მაგრამ ჭირდება სტიმული იმ დიდი რამების რომ ისინი არიან ამ ქვეყანაზე და შეგვიძლია კიდე ბევრი რამე ვაკეთებინოთ ძალიან გახარებულები ვართ დღეს სამტრედიაში კიდე ერთი ულამაზესი სკვერში გაიხსნა ბანერი რომელიც აგერ მიდგას ჩვენი ჩემპიონი ბავშვები იყვნენ ახლა აქ სპორტსმენები იყვნენ დიდი საქმე კეთდება უღმესი მადლობა ყველას ვინც მონაწილეობას ღებულობს და ინიციატორებს განსაკუთრებით დიდი მადლობა მადლობა ყველას ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატებაა მადლობა მინდა მოვუხოთ ამაღობა ჩემი ბანანი გაიხსნა ქალაქ სამტრედიაში სადაც მე აქ ქუთაისში დავიბადა გამიზარდა სამტრედიაშიმა ნინო აკუთხელივა მიხარდა ჩემი ბანანი ძალიან ბედნიერი ვარ ეს ადგილი არის ჩემი გულისცემა ჩემთვის ყველაფერი და მნიშვნელოვანი ადგილია მიყვარს ჩემი ქუთაისი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ სამტრედი არის ჩემი მაჯისცემა, ჩემი სიყვარულის ქალაქი, ჩემი ფესვები აქაა. თუ რამ კარგი ჩემშია ყველაფერი, ჩემი წინაპრებიდან, ჩემი მშობლებიდან გამაჩნია, რომლებიც უსასრულოდ იყვნენ სამტრედიის სიყვარულში. ჩემი ბაბუა იყო სკოლის დირექტორი, ბებიები იყვნენ პედაგოგები და აღზარდნენ ის წარმატებული ადამიანები, რომლებიც ასახელებენ არა მარტო სამტრედიას, არამედ საქართველოს სხვადასხვა სფეროში. მაბედნიერებენ, როდესაც ხვდები და ეხლა ჩემმა რო ბებოს ტკბილად გაიხსენებენ. წლების წინ ქართველები რომ ჩადიოდნენ უცხოეთში, ადგილობრივები ქართველებს აცნობდნენ კალას სამშობლოდან არიანო, რადგან კალა იყო ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ვინც ჩვენი ქვეყანა უცხოეთს გააცნო. კახაკალაძის ქველმოქმედება რომ უსასრულოა ყველა ვიცით. ყველა ვიცით უკვე ტრადიციად ქცეული ახალი წლის საჩუქრები, რომლითაც მრავალი წელია სამტრედიის მრავალშვილიანი ოჯახები ხარობენ. ძალიან მახარებს იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ ქალაქში უსახლკარო ოჯახები აღარ იქნება. აქვე უნდა ვახსენო სასახელო სამტრედიელები, თენგო და ილია წულაიები, შეპესე არქის დამფუძნებლები და ბიზნესმენი მეცენატი ლევან თარგამაძე, რომლებსაც ლომის წვლილი მიუძღვით თანაქალაქელების ბედნიერებაში. მაბედნიერებს, რომ დღეს მის ფესვებზე სამტრედიის დალოცულ ფუძეზე გაიხსნა წარმატებული უკვე მსოფლიო ვარსკვლავად წოდებული განსაკუთრებული უნარების მქონე ვახტანგ ახობაძის ბანერი. აი დღევანდელი დღიდან გამომდინარე მინდა გითხრათ ამ ადგილიდან თუ ტკივილს გრძნობ ცოცხალი ხარ თუ სხვის ტკივილს გრძნობ ადამიანი ხარ ძალისხმევას არ დავიშურებ სამტრედიის განვითარებასა და აღმავლობისთვის თელ ჩემ რესურსს ჩავდებ რათა სამტრედია გახდეს განსაკუთრებით მიმზიდველი და სასურველი ქალაქი როგორც ადგილობრივებისთვის ისე სტუმრებისათვის ხალხური ვარ მე პირადად და სულიად სამტრედიელები ყველა რომ ჩვენი სრომელი ზუსტად პალავანი კლავჯიჩი გაუმარცხებელი ვახტანგ ახობაძეს პანელი დაიდგა და დატყვება სამტრედიელები შენი ვაჟკაცობით მე მინდა ყველა ახალგაზრდას უთხრა რომ აი ბატონი ვახტანგი შეზღუდული შესაძლებლობების მატარებელი პიროვნება მაგრამ მისი ვაჟკაცობა მისმა დაუზარალმა შრომამ ვარჯიშმა მიიყვანა დიდ გამარჯვებამდე ესეთი გამარჯვებით არა მარტო დიდებს პატარებს უნდა ვასწავლოთ უნდა ჩაუნერგოთ რომ შრომით წვალებით მიაღწევენ დიდ გამარჯვებებს ასე რომ ბატონო ვახტანგ კიდევ ბევრი წარმატებები მოგველოცოს თქვენთვის და აი მიხარია რომ ასეთ კარგ პიროვნებას ვიცნოთ. გასახარია რა თქმა უნდა და სამტრედიას ჩემპიონები ყავს და მართლა უმრავლოს ერთ-ერთი შენაძენია და კარგია რა თქმა უნდა. ახობაძე გვარად აქედან არის, ნინო აკუთხიდან არის, ფესვი აქედან აქვს ამათ. სხვაგან ახობაძეს ვერ წააცნებით ვერსად. და მადლობა ღმერთსო, თავის ფესს დაუბრუნდა. როგორც ორაგულურდება თავის სადაც გამოიჩეკება ქვირის აღრი იქვე მიდის
იქვე აღესრულება ასე რომ ყველა ასელი გასასვლელად ჩემპიონობაზე მოგამოვინოს. გაიხარეთ. მადლობა მინდა მოუყვათოს ამაღლობა და ჩემი ბანერი გაშულა შონა ამაღლობელის ლაფით დადიოდი 50-ნები დაბადი დაბაზი და საქმეში და მადლობა მინდა მოუყვათო დავხატავდი რამეს ეს ცასდამთვარეს ხატვარი რომ ვიყო დავხატავდი ქარებს დავხატავდი გრძნობით მატარებლის გუგულს ხატვარი არა ვარ გარეთ ისევ წვიმს ჩემი სამდრედია თეთრი მდრედების ბუდე ჩემი სამდრედია ჩემი კარის ხუდე ჩემი სამდრედია ჩემი დრედრების ბუდე ჩემი სამდრედია ჩემი დრედების ბუდე ჩემი კარის ხუდე Bravo, bravo. Faccia.